განაც ვაგრძელებთ გადაცემას. გმირი დედა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში 4 შვილს სრულიად მარტო ზრდის. ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირი 24 წლის იყო, როდესაც მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა და მიუხედავად რთული ცხოვრებისა დაბრკოლებებს არ შეშინებია. მიზნები დაისახა და ყოველი დღე შვილების კეთილდღეობისთვის თავდავზოგავად შრომობს. მიზანდასახული დედასა და ნიჭიერი შვილების მონდომებაც არ დააყონა და მისმა სამაშვილმა ძიუდოში ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. სალომე კახეთელიძე და გიორგი კოკაია ესტუმრენ ამ უსაყვარლეს ადამიანს და ამ საყვარელ ოჯახს და ახლა გავიგებთ უფრო მეტს მათ. მე ვარ მარია მეტრეველი, 31 წლის, 4 შვილის მარტოხელა დედა. ცხოვრობთ თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში. ჩვენ ერთად შევძლებთ, რა გვაქვს მიზანი? ჩემპიონები და მოვიღოთ ოლიმპიადაზე ავწიოთ ქართული დროშა. და იქამდე მივიყვან ჩემს შვილებს დაუზოგავი შრომით, რომ აუცილებლად ვიხილოთ. სამივე მინდა, ძალიან მინდა, რომ აი 4-ვეც ესეც დამწყებია, მაგრამ მინდა რომ 4-ვე იყოს, მაგრამ 4-დან ერთ-ერთი მაინც იყოს ჩემი ოჯახი და ჩემი შვილი ოლიმპიადაზე რომ დროშას აწევს. ჩვენი მიღწევები დაიწყო რამოდენიმე წლის უკან. გოგოებმა ძალიან დიდი შედეგი დადეს. ჩარშან 2024 წელს ბათუმში ორივე დები გახდნენ ჩემპიონები. მერე იყო კიდე 2024 წელს საბერძნეთი სალონიკში ვიყავით. იქ აიღეს 2 ოქრო და სალომა აიღო მესამე ადგილი. რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამდენ ქვეყნებს შორის რომ 3 მედალოსანი და 2 ოქრო და 1 ბრინჯაო ჩემ ოჯახს ერგო, ეს იყო, რა ვიცი, აი ესეთი ბედნიერი ცხოვრებაში არ ყოფილა. ეს არის ზღვაში წვეთი. თქვი რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, მარტო მე არა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ერთად, რომ მივიდეთ ძალიან დიდ მიზნამდე. კვირაში ვარჯიშობთ 5 დღე, მაგრამ შაბათ-კვირაც დატვირთული დღეებია, იმიტომ რომ ვაკეთებთ კროს. ეს იმას ნიშნავს, რომ დავრბივართ, ვარჯიშობ დამატებით, ფიზიკურად და დანარჩენი კვირის დღეებიც ძალიან დატვირთული გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ გავხდეთ ჩემპიონები, ბევრი გზის, დავამყაროთ რეკორდი და გავხდეთ 3 ყველაზე მაგარი მოჭიდავე გოგოებიდან. აი რა, გადასხედით და მიცადინეო თურიტარი წვენები. მეუღლე გარდამეცვალა 2018 წელს, პატარა მყავდა 7 თვის. ახალ სოფელში ტყეში მუშაობდნენ და ხის მოჭრის დროს ანატეხი მოხდა თავში და ადგილზე გარდაიცვალა. მაშინ ვიყავი 24-ის. 4 შვილით, თან ასეთი პატარა ასაკის შვილებით დავრჩი მარტო. ყველანაირი დახმარების და დამხმარის გარეშე გვინდოდა რომ ჩვენი შვილები წარმატებულები ყოფილიყვნენ და ყოველთვის მაგას იძახდა ისიც, რომ რაც მე ბავშვობაში არ მქონია, მინდა რომ ჩემს შვილებს გქონდეთო და მართლა თავს არ ზოგავდა ამისთვის. დილით ბავშვებს ვამზადებ და მიდიან სკოლაში, ფაქტიურად 5-ვე ერთად გავდივართ სახლიდან. შემდეგ მეც მივდივარ სასწავლებელში. ვინაიდან პატარა ასაკში გავთხოვდი და შევქმენი ოჯახი, ვერ მოახერხეს სწავლა. ჩემ მეგობრებს უმეუბნეოდნენ, რომ პატარა ოჯახის ექიმი ხარო, ამდენი გამოცდილებით, ბევრი ბავშვებით რაღაც და
დიდი мотиваცია იყო მიდისცადე და იქნებ ჩააბარო და სრულიად მოუმზადებელი გავედი და წარმოუდგენელი იყო რომ ანუ ჩემი ნიჭით და იმით ჩავაბარე გამოცდები და მოხდი საზოგადოებრივ კოლეჯში ბანასკეტაში საექთრო განათლებაზე ვსწავლობ მინდა რომ ვიყო კარგი და პროფესიონალი ექთანი თელავში დილით რომ მივდივარ სასწავლებელში მე მოვდივარ უკან და ჭიდაობისთვის ვამზადებ ბავშვებს და უკან ვბრუნდებით რომ ვარჯიშზე არ დავაგვიანოთ მართლა ყველაფერს ვცდილობ რომ გავაკეთო ჩემი შვილების მომავლისთვის 5-ვე წევრი ვართ განვითარებაზე ორიენტირებული წარმატებისკენ იმიტომ რომ მიამათვის მარტო დედა არა ვარ და მამაც ვარ და უნდა წავიდეთ წინ და ერთიანად მივახციოთ მიზანს და შედეგი დავდოთ მართლა კარგი